ქათმის გუფთა ბავშვებისთვის ძალიან სახალისო ფორმებით. თავარია ქათამი იყოს ნოსტე. პირველ რიგში პატარა ნაჭრებად დავჭრათ გარეცხილი ქათმის ფილე და შემდეგ დავაჩოპეროთ. და როგორც უკვე ვთქვი, უნდა ვაქციოთ ჩვენი ქათმის მკერდი ფარშად. აქვე დავამატებ 1 ცალ ხახვს და 2 სამკვილ ნიორს, ცოტა რაოდენობით მწვანილს და 1 ცალი კვერცხი. ფარში უკვე მზად არის და ცოტა ხანი შეგვიძლია დავასვენოთ. გადავიდეთ ბოსტნეულის მომზადებაზე. დავიწყოთ ბოსტნეულის მოშუშვა. მე ჩემს მიერ მომზადებულ ერბოში ვშუშავ, თუმცა შეგიძლიათ კარაქი და ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. აქვე ცოტა მარილი, ბულგარული. ნახეთ უკვე რა ლამაზია ჩვენი წვნიანის ბაზა. ადუღებული წყალი და კარტოფილი. და დავტოვოთ მოსახარშად, სანამ კარტოფილი თითქმის მოიხარშება. ამასობაში გავაკეთოთ გუფთა. ჩვენი ქათმის ფარში, რომლისგანაც ახლა მოვამზადებთ პატარა ბურთულებს. ხელებს პერიოდულად ვასველებ წყალში, რათა უფრო კარგი ფორმა მივიღო. ეს პრიალა გამოდის. ეს წვნიანისთვის, ეს კი გასაყინად. 1 მომზადებით, 2 სადილი მზად არის. რა ლამაზია! რადგანაც კარტოფილი თითქმის მოიხარშა, უკვე დროა დავამატოთ ჩვენი გუფთები. დავამატოთ ცოტა ვერმიშელი ან ბრინჯი. ასე მარტივად და სწრაფად მომზადდა ჩვენი წვნიანი.